ეს არჩევნები არ არის, ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაცია, რომელიც გრძელდება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ პარტია ახალი და როგორც ვიცი, კიდე რამდენიმე პარტია არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. სამწუხაროა, რომ დანარჩენი რამოდენიმე ნაწილი პარტიის ამაში აპირებს მონაწილეობას, თუმცა ძალიან გასაკვირი არის რა მიზეზით და რა მოტივით აკეთებენ ამას, როცა არის ქვეყანაში ამხელა საპროტესტო ტალღა. ადამიანები უკვე რამდენი ხანია დგანან ქუჩაში ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რამდენი პოლიტმატივარი ყავს ქვეყანას. ამ ყველაფრის ფონზე, რაც ეწოლაც მოდის ასევე საზღვარგარეთიდან, ძალიან რთული არის, რომ იფიქრო იმაზე, რომ შეხვიდე ფარში, რომელსაც გთავაზობს ქართული ოცნება. უნდა ვუთხრათ ამომრჩევლებს და განსაკუთრებით იმათ, ვინც კარგად აცნობიერებს დღეს ქვეყანაში რეალურად რა ხდება, რომ არ მიიღოს ამომრჩეველმა ამ ფარსში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები მეგობრებო, ეს არის ფარსი და რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც გთავაზობს ქართული ოცნება.